დავხვალ ჩხუბობ. ეს უეჭველი უნდა გაუსვა რა. დამოკიდებულება არის ნებისმიერი ქცევა, როდესაც ჩვენ მოკლე პერიოდში ვღებულობთ შვებას და ხსნას და გრძელ პერიოდში ეს დესტრუქციული ქცევა გვინგრევს ფსიქიკას, ყველა სფეროს ცხოვრებისეულს. ფიზიკური სფერო, სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი. მითი ნომერი 1. დამოკიდებულება არის თითქოს და არჩევანი. მე იმ დროს სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ უნდა მოვიხმარო. არჩევანი როცა ან უნდა ვქნა, ან ეს უნდა ვქნა, ან ეს უნდა ვქნა, ან ეს უნდა ვქნა და იქ არ ამაქვს, რადგან ეს უკვე ობსესიურია და კომპულსიური. მეორე, მითი არის ის, რომ თითქოს და ეს არის დაავადება, რომელიც არ იკურნება. კიდევ ერთი მითი არის, რომ ამბობენ, რომ ეს არის გენეტიკური დაავადება. ერთი გასინჯვით რა უნდა მომივიდეს, ან მე ხო მარტო პარასკევს მოვიხმარ კლუბში ნარკოტიკს და ორშაბათს და პარასკევამდე კანკალით რო ელოდები ამ დღეს, ეგ უკვე დამოკიდებულებაა. მითი დამოკიდებულებაზე რო წრე აფუჭებს. მშობლებო, საყვარელო ადამიანებო, ჩვენ ყველანი ფუჭდებით სახლში, ან პასუხისმგებლობას არ გვაძლევენ, ან გადაჭარბებული ზრუნვა გვაქვს, ან სიყვარული დაგვაქვს და რას ნიშნავს სიყვარული დაგვაქვს? და ის სიყვარული ვერ მივიღე, როგორც მე მინდოდა, თორე შეიძლება დედაჩემ ძალიან უყვარდი და ძალიან უყვარო. არის, მაგრამ კიდევ ერთი მითი გამახსენდა.